მე ამ წიგნზე გავგიშდი. შნიცლერს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. პირველივე გვერდიდან კაუჭი გამომწო. რა კარგ ტექსტში ვარ, რა კარგ ფილმში ვარ. ბიჭო, რა მაგარი იქნებოდა. ყოფილიყო იმ ცოტა გადახრილი ბერიკაცის საყვარელი. არ ჯობდა. აი ეს მინდოდა რომ შენ გეთქვა. აი ახლა ეს გოგო მომცა და თმები დანმათრევინა. ტერეზა ადექი ახლა წამოდი. დამაწყდა ნერვები. ტერეზა არ გააჩინო ეს ბავშვი. ამ გოგოს ვინმე რამე აუხსენით რა. ტერეზა წამოიყვანე ეს ბავშვი. ხელი აქ გაწვდილი და გაუთავებლად იხვეწება, გიხვეწებით შემიყვარეთ რა. ვისაც უნდა შენი სიყვარული, შენ იმისი არ გინდა და პირიქით, ხო? ეს არასოდეს მთავრდება ზურფასო კეთი. როგორც დავაწესეთ, ასე უნდა მოიქცეთ. მე ამას აღარასოდეს გავაკეთებ. ვინ შენ ვერ მოკალი, შენ მოკლავს მაშინ. დაიღუპე. არტურ შნიცლერის ტერეზა ქალის ცხოვრების ქრონიკა. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ, ხოთ გამოყვეთ ჩვენს YouTube არხზე, ასევე TikTok-ზე და Instagram-ზე. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს ღვთისწყალს, წყალს ბრომატის გარეშე და დიდი სიხარულით მინდა დღეს წარმოგიდგინოთ წიგნზე სასაუბროდ მწერალი ანა კორზაია სამადაშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ანასვე გადათარგმნილ არტურ შნიცლერის ტერეზა ერთი ქალის ცხოვრების ქრონიკა. და პირველი კითხვა ასეთი მაქვს ანა შენთან რატომ გადაწყვიტე ამ წიგნის თარგმნით, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ირჩევ ხოლმე რაღაც წიგნს საკუთარი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით და რა იყო მიზეზი აი ამ შესანიშნავი წიგნის თარგმნისა. სალამი და პატივისცემა. ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ ზურფასო კეთი. და პასუხი მაქვს იმდენად პრიმიტიული რომ უარესი ძნელი წარმოსადგენია. მე ამ წიგნზე გავგიშდი. და გადავწყვიტე რომ ძალიან მაგარი იქნება თუ კი ჩემი თანამემამულეებით წაიკითხავენ ამ წიგნს. საქმე ისაა რომ ყველა პრინციპის მიხედვით ჩემ მიერ 1 ევროთ ნაყიდი ტერეზა იცით რისთვის 1 ევროდ იყიდე? ქუჩაში რო ყიდიან ხოლმე მოცლილი კაცები შორეულ გერმანიაში. საქმე ის იყო რომ გრძელი გზა მქონდა ჩემი საცხოვრებლიდან იმ ადგილამდე სადაც სამუშაოს ჩაბარება მიწევდა ხოლმე ბერლინში და როდესაც გამოვედი და ყით ეს ერთგვარი სპორტია. კაცი ამბობს რომ წიგნი ღირს ევრო, შენ ეუბნები რა ამბავია. ის გეუბნება რომ აბარაგიდა და 2 ცალი ევროთ სპორტია ხალისობა. და როდესაც კაცს უთხარი რომ 2 წიგნი მინდა 1 ევროთ, მან მითხრა რომ არტურ შნიცლერის ტერეზა გინდა 50 ცენტად ხალი ხარო. კაი. წიგნი მინდოდა იმის გამო რომ გრძელი გზა მქონდა და ვფიქრობდი რომ გზაში წავიკითხავ და რა კარგია. და წიგნის კითხვა დავიწყე გზაში და იმ დღეს არ მიმუშავია. და ვიფიქრე რომ თუ კი ნაწარმოებს რომელიც თემატურად ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო უნდა ყოფილიყო, აი სრულიად. იმიტომ რომ ძიძის ცხოვრების ისტორია, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ფაშისტური მჭირს და მაინც ძიძებს ვერჩი არც ერთ ადგილას. რა ვიცი, აი რატო უნდა მომდომებოდა. თავშესაქცევი წიგნი მინდოდა, მე მინდოდა წიგნი რომლითაც გავერთობოდი, ვიხალისებდი, გზად ვიცინებდი. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველივე გვერდიდან კაუჭი გამომწო არტურ შნიცლერმა და ისე გავიყვანე ბოლოში, რომ მეგონა რომ მაგარ კონცერტზე ვიყავი და ვუსმენდი როკ-ენ-როლს. რა თქმა უნდა გავბრიყვდი კეთი, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ამ წიგნის თარგმნა იქნებოდა ასეთივე თავგადასავალი და როკ-ენ-როლი და ეს იყო ამბავი, რომელმაც მანამდე ხო გახსოვს ქერა რო ვიყავით სისფერთვალება და ეს ტერეზამ მიქნა. არა. მე როგორც ასევე გერმანულის მეტნაკლებად ცოდნი ადამიანმა უნდა თქვა, რომ დიდი ვაჟკაცობა ზოგადად ავსტრიული ლიტერატურის და ავსტრიული გერმანულის და გერმანულის თარგმნა არის დიდი ვაჟკაცობა, მით უმეტეს ძალიან შენ და საქებარად და სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ შენარჩუნებულია ის სუნთქვა რიტმი, განწყობა ტექსტის და ვენაში დადიხარ ფაქტიურად და მანამდე ზალცბურგშიც კი. და მართლა შენ თქვის არ იყოს, მეც მქონდა ეს განცდა, რომ აი ძიძის ცხოვრება რამდენად შეიძლება იყოს ისეთი, რომ დღევანდელ სიტუაციაში მყოფ, კი. დღევანდელ სიტუაციაში მყოფ ადამიანს გასული საუკუნეში მყოფი, მაშინაც დაჩაგრული და ახლაც დაჩაგრული და კიდევ სოციალურად დაჩაგრული ადამიანის ცხოვრების ქრონიკა
იკითხო და თან ისე რომ ბოლოს ხვდები რამდენად გინდა არ გინდა შენში ემპათიას აღვიძებს და რაც თავარია კიდე სასაუბროდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მოგვიწევს შევეხოთ უხერხულ თემებს რომელზე ლაპარაკიც არის უმადური საქმე განსაკუთრებით საქართველოში სადაც აპრიორი იგულისხმება რომ დედას შვილი უყვარს რომ ქალი რომელიც ბავშვს მოიშორებს აუცილებლად ცალსახად არის ცუდი თქვა თუ გააშვილებს და სხვები ზრდიან აუცილებლად არის ცუდი და ზოგადად კარგად შნიცლერი რომელიც კაცია რა კარგად აჩვენებს ძალიან ცოტა მწერალს შეუძლია ქალის სამყაროს და ქალის ხედვის ასე კარგად ჩვენება და კიდევ იმის ძალიან ოსტატურად გაკვრით ხსენება რამდენად ანტისემიტურ გარემოში ჩამოყალიბდა ეს სტერეოტიპები მათ შორის რაც ქალის მიმართ არსებობს და ასევე როგორი მნიშვნელოვანია აი ეს კულტურული კოდები, კულტურული ზედნაშენი, რაც ჩვენს ადამიანურ ბუნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში აყალიბებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენი კულტურული გარემო, რაც გვასწავლეს, ახლა ჩემთვის რომ კითხულობდი, სიმართლე გითხრა, ჩემთვის როგორც ქართველი დედის ქართველი შვილისთვის პირველი აი ესეთი პრიმიტიული კითხვა რაც გიჩნდება, რატო არ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში ტერეზას. თქვათ რაზეა, ხო, რომ მიხვდნენ რაზე ვართ გაბრაზებულები. ეს არის ამბავი გოგონასი, სადღაც მოზარდობის ასაკიდან, ვიდრე 35 წლამდე და მის დასასრულამდე, წერტილამდე, რომელიც ძიმე რომანტიული თავგადასავლებიც კი მძიმე აქვს და იზრდება საკმაოდ ტრულ გარემოში, როგორც ძალიან ბევრი ქალი მაშინაც და ახლაც და შემთხვევით დიდი სიყვარულის თუ არც თუ ისე დიდი სიყვარულის შედეგად გაჩენილ შვილს მიაბარებს აღზრდას დედა და დიდი ხნის განმავლობაში დედამ არ იცის რომ ამ მის შვილს კიდევ ყავს შვილი და ჩემთვის აი მე წარმომიდგენი რომ ქართველი დედა გაგლანძღავს გაგათახსირებს მაგრამ მერე თუ შვილი ყავს და შვილიშვილი თუ ყავს რაღაცნაირად გეხმარება გაზრდაში ხო მე ამაში გავიზარდე რომ ქართველი ბებია ნიშნავს ბებიას რომელსაც ბავშვს უტოვებენ და ამიტომ აი ეს გაუცხოვება მიუხედავად იმისა რომ ხა თეორიულად ვიცი რა ხდება ხო სხვა კულტურებში მაინც იყო რომ აი რატო არ მთხოვა დედას რომ დედა მომეხმარე ხო აი რატო არ მიმართ აი მე პირველი ხო ვინ გახსენდება როცა გიჭირს ქართველ ქალს დე მიშველე რა ეს ჩვენი ინფანტილიზმის ისიც არის შეიძლება მაგრამ ბოლო ადამიანი ვინ შეიძლება გახსენებოდა იყო მშობელი დედა ასეთივე დედა იყო თვითონაც სხვის შვილების მიმართ ბევრად უფრო ვნებიანი და ანთებული და რაციონალური თუ ირაციონალური სიყვარული ჰქონდა და მისი შვილის მიმართ და ბავშვები ალბათ ამას გრძნობენ ჰქონდა რაღაც ზიზღნარევი სიბრალული ხანდახან მონატრება აი სრულიად ცვალებადი მაგრამ ძალიან ტოქსიკური დამოკიდებულება შესაბამისი შედეგებით ხო საქმე ისაა, რომ ცოტათი სხვა ნაწარმოებში და გადავხდე, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მკითხველი ხარ, ძნელად წარმოგიდგენია რა ასაკშია ესა თუ ის გმირი. ხო. ტერეზას დედა იმ დროს, როდესაც ეს უბედურება იწყება, ხო რატოღაც წარმოგიდგენია, რომ ხან შესული ქალია, ნუ დედა არა, დიდი გოგოა თუ. თავი რომ მოვიკლათ, იქნება აი ძალიანაც რო კი. მოკალი 35-37 წლისა. ეს არის ქალი, რომელსაც ჰქონდა მისი ღრმარწმენით კარგი ცხოვრება, იმიტომ რომ ვიცით, რომ სადღაც მორავიაში, ოდესღაც ტყე-პარკში დააჭენებდა პონის. და მან იცის, რომ რაღაცა ცოტა ცისფერ-სისხლიანია. ესეც უფალმა უწყეს, იმიტომ რომ საკუთარი ბიოგრაფიის გამოგონებით გატაცებულია არა მარტო ტერეზა, ყველა. ისინი იგონებენ ბიოგრაფიას, მაგრამ დედა გაყვა ცოლად თავისი აზრით ბრწყინვალე ავსტრიელ ოფიცერს, რომელიც სპოილერი არ გამოდის მესამე გვერდზე, გაგიჟდა. შეიშალა, რა ფორმით შეიშალა და რა ქვია ამას დიაგნოზი არ ვიცი და არც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ფაქტია რომ ფსიქიატრიულში დალია სული მეოთხე გვერდზე ნაწარმოებისა. ეს არის ქალი, რომელიც დარჩა მარტო ერთ წაფსიქოპათო შვილთან და მოზარდ ქალიშვილთან ერთად, რომელიც ძალიან უნდა რომ დააბინავოს. საშილად ცდილობს დედა დასაწყისში ტერეზას ბრჭყალებში დაბინავებას. ეს ძალიან უცნაური რამ არის. სინამდვილეში. ხო. ნუ ესეც ინვესტიციად განიხილება შვილიც და გარდა ამისა მოვიწყვეთ თავიდან. იმიტომ რომ ამ ქალს არ ვიცი გახსოვს თუ არა ის
ღამღამობით თავგადასავლები აქვს. მას უნდა რომ იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რაღაცა უცნაური ტიპები დაჰყავს, ცოტათი ბოჰემურს აწვება. ყველაზე უნიჭო და სულელი არ არის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამა თუ იმ სახით წარმატებული რომანისტიც გახდა. კი, და ეს ეხა მაშინთან თუ გავითვალისწინებთ, ზარმაზარი ამბავი. მართალია ბულვარულ რომანებად მოიხსენიებს ეჭვს არ მწერალიც და მეპარება, კი. შვილიც ამ რომანებს, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა ვთქვათ აქვე კიდევ ერთი სტერეოტიპი დავარღვიოთ, რომ მასობრივი მაყურებლის, მკითხველის თუ მსმენელის მოზიდვა უნიჭო ადამიანის საქმე არ არის. არ გაპოსტის. ეს კვლავ არის დიდი განსხვავება ქართულენოვან ლიტერატურულ სივრცესა და გერმანულენოვან ლიტერატურულ სივრცეს შორის, იმიტომ რომ ქართულ მწერალს რო უთხრა, რომ მაგარი გასართობი წიგნი დაწერა, არ დაგელაპარაკება, ამოქშლის სოციალური ქსელებიდან ზურგს შედაქცევს და იტყვის, რომ რაზე უნდა მელაპარაკო, ასე შემდეგ. მაგრამ ეს ხო ძალიან მაგარია. ხალი წერდა თავშესაქცევ რომანებს, რომლებსაც ადამიანები კითხულობდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე არ იქნება. ამ ქალს უნდოდა სხვა ცხოვრება და უცებ აღმოჩნდა, რომ აღარ აყავს კაცი, რომლის გამოც იქნებოდა საზოგადოებაში ქალბატონი. უფრო შვილზე ლაპარაკი არ არის, კარლი იდიოტია, მაპატიეთი, ფაშისტია და ნაძირალა, მაგრამ დედას ეს ნაკლებად ეხება, უბრალოდ პატარობაში დიდად მისაღები არსება არ არის, მოდი შევთანხმდით. და ყავს ქალიშვილი, რომელიც აი გეხვეწები რათ უნდა ქეთი ამას ეს გოგო. არაფერში არ უნდა. არის გოგო, რომელიც ჩამოკიდებული ყავს ქვაზე, ქვასავით ყელზე და არ ემორჩილება დედის გადაწყვეტილებებს, არჩევანს, რომელიც სინამდვილეში მერე 15 წლის მერე ფიქრობ, რომ ბიჭო რა მაგარი იქნებოდა, ყოფილიყო იმ ცოტა გადახრილი ბერიკაცის საყვარელი. არ ჯობდა. ხო, ნუ რაციონალიზმი, ხო, ხშირად მე საკუთარ სხვათა შორის ავსტრიელებს, აი რეჟისორებსაც ისა აქვთ, აი ჰანეკესაც მაგალითად, რომ რაღაცნაირად მე საკუთარი თავის რო უნდა შეგრცხვეს ისეთ ფიქრებს აღძრავს ჯერ და მე გწხვენია რომ ეს რატო გაიფიქრე. ნუ დედა იქ შვილს რაღაც დროს დანიშნულებას უძებნის, მის წერილებს იყენებს თავის რომანებში და ფუნქცია მოუძებნა საკუთარ შვილს, მაგრამ მე შენ საკუთარ თავში მე მქონდა ეს განცდა, საკუთარ თავში ის გეზიზღება რომ რაღაც მორალისტი რო იღვიძებს, რომელიღაც ფურცელზე 75-ზე 160-ში მუდმივად იღვიძებს შეშტი მორალისტი, რომ ჯერ ფიქრობ რომ ნუ ყოფილიყო ამ კაცს საყვარელი რამდენ უბედურებასაც წებოდა, მე ფიქრობ როგორ შეიძლება ეს გაიფიქრო ადამიანმა, ეს ხო პროსტიტუცია. მე ისევ შენ თავს ეკითხა, აი გიბიძგებს თვითრეფლექსიის ეს ჰინტერფრაგენ რაც არის, სულ გიჩენს და შნიცლერს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ის დიდო სტატია აღმოჩნდა, იმიტომ რომ არ არის ამბავი, რომელთან დაკავშირებითაც მკითხველს შეიძლება კონდეს ცალსახა დამოკიდებული. ხო, აი ეს ამბავი. ანუ ბოროტის და კეთილის ზღვარი არის სრულიად მორყეული და წანდა გაიგე რა არის სწორი და რა არასწორი. ისეთ თითქოს ცალსახა საკითხზეც კი, როგორიც არის აბორტი გაიკეთო თუ შვილი გააჩინო. ნამდვილად. ყველა ის საკითხი, რაც ქალის ცხოვრებაში წამოჭრილია იმ კუთხით, რომ არასოდეს არ არსებობს ცალსახა პასუხი რაღაცებს, რაზეც რატომღაც პატრიარქალურმა საზოგადოებამ ცალსახა პასუხები დაგვიდო. აი ეს არის სასწაული, რომ არანაირი დედობრივი ინსტინქტიც კი არ არის რაღაც დეტერმინირებული ამბავი და ამის თვითქვის ალბათ გავილანძღებით, მაგრამ ასეა. ასეა და რა გავაკეთეთ. ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო არა მარტო თვითონ ტერეზას დამოკიდებულება თავისი ნაშიერის მიმართ, არამედ იმ ქალების დამოკიდებულება შვილების მიმართ, რომელთა სახლშიც ის ძიძად მუშაობდა. ეს ხო უაღრესად საინტერესო რამ არის. რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ შნიცლერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. ეს ხო კალეიდოსკოპია, ეს ადამიანები მიდიან და მიდიან, იცვლებიან და იცვლებიან. სახელი აქვს რამდენიმე ოჯახს მხოლოდ, რომელშიც ის დარჩა. და იქ სულ არიან დედები, რომლებიც არიან ძირითადი პრობლემა პატარა ტერეზასთვის, პატარას ვამბობ, ნუ ასაკით პატარა არა აქვს. იმიტომ რომ თავდაპირველად ვერასოდეს ხდება ქცევის რომელი სისტემა იქნება ამ ქალისათვის მისაღები. ის ქალი წყვეტს საბოლოოდ ყველაფერს. და ეს ქალები არიან ძალიან ბევრი და არც ერთი მათგანი არ არის, რომელსაც ან ჩრდილი ან არეკლი არ აქვს, ხო? ყოველ მათგანს ვიცნობთ. და თუ ასე დავალაგებთ 50-50-ზე. ზოგი არის, ასე ვთქვათ, შავთეთრად კარგი დედა. ოღონდ მე აღმოჩნდება, რომ აუჩებებული ვისთან მქონდა საქმე და ზოგი კიდე ტოტალური გაუგებრობა ამით და გაიგე რა ხდება. ანუ ტერეზა გიყვარს მისი შვილი თუ ვაია, არ გიყვარს უარესია კიდე. და კიდე ვიცით რა მომწონს ძალიან შნიცლერთან, ის არალაგებს ადამიანებს აი ამ პრიმიტიული პრინციპით, რომ ღარიბი ჯიგარია და მდიდარი ნადირი.
ან პირიქით. ვერც ერთი კარგი მწერალი ამის უფლებას თავს ვერ მისცემს და აი ამ შემთხვევაში ეს არის რომ კაცნი ვარ და კულტურული შრეები სინამდვილეში ერთნაირად ფარავს ყველას და რაღაცა წამს რაღაც პატარა ვნების გამო შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს და აღმოჩნდეთ რაღაცა გუბის წინ რომელიც მანამდე ადამიანი გვეკონეს მაგარია მაგრამ ერთი რამე რასაც ალაგებს და შეიძლება ბანალურად ჩანდეს მაგრამ ზოგჯერ ჭეშმარიტება ყველაზე ბანალურად ჩანს ხოლმე რომ უსიყვარულობა დიდ დახს ასვამს ადამიანის ფსიქიკას თუ ჩვენ არ ვიღებთ აი ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული იმ დოპამინებს და იმ ენდორფინებს რაც მოაქვს ჩახუტებას და განცდას რომ ვიღაცისთვის საჭირო ხარ და ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ ხოლმე რომ მშობლებს არ ჭირდებათ. შეიძლება ვერ აყალიბებენ ამას, მაგრამ გრძნობენ. ეს ბანალურად ჟღერს რაღაცა მარტივი ფსიქოლოგია, მაგრამ ასეა. მე აწყდები, სიყვარული ყველა დროში, ყველა ამბავში, იმ უიღბლობაშიც კი, რომელშიც ტერეზა ყვება და სულ ფიქრობ, ხო, რომ თუ ეს უიღბლო ბედის წერა თუ მისი უტვინობაა. ხო არის, მაგიტომ ესე არ გააკეთა აქაც შნიცლერმა, რომ აი ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს არ უმართლებს, ან საზოგადოების ბრალია ყველაფერი. უტვინოც არის, ხანდახან გინდა რომ წამოარტყა კიდევაც, რომ ასე რატომ მოიქცა, მაგრამ მაგ თავარი ის არის, რომ ის სიყვარული, რომელიც ადამიანს დილით გაღვიძებისა და რაღაცის კეთების სტიმულს ადლევს, მას არ ქონია და თუ ეს არ გაქვს. ყველაზე საინტერესოა, სულ ყველაფერზე ვამბობ, რომ ყველაზე საინტერესოა, მაგრამ სულ ეს მჭირდა ამ წიგნის გამო. იცი რა, როდესაც ტერეზა უცებ მართლა იყვარებს ვიღაცას და გაიხსენე როგორ იქცევა, ის გონს არ არის სიყვარულისგან. აი შეშლილი და უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მისი სიყვარული არავის არაფერში არ ჭირდება, სამბაგი უარყოფა. აბსოლუტურად ზედმეტი. ვის რად უნდა. ესეც რაღაცა ილუზია, რომელიც მან შეიქმნა, რეალურად უყვარს თუ არა, მე ცოტა გაუგებარიც კი. არასოდეს მიფიქრია კეთი, რომ ძიძობა არის ტრაგიკული პროფესია. რომ ეს ძალიან მძიმე ამბავი. იმიტომ რომ თუ ძიძას არ უყვარს ბავშვი, ის არ არის კარგი ძიძა. უბრალოდ თავის მოვალეობას ასრულებს, რას ნიშნავს, ანუ ჭამა და დაბან არ გამოდის და მე რაღაცა ეტაპზე აღარ არის საჭირო. როდემდე უნდა ყავდეს ბავშვს ძიძა. და არ ვიცი როგორ გამოიყურება ეს რომ ვიღაც პატარა არსება რომელზეც გიждები წლების განმავლობაში და შენ თვალწინ დაიწყო სიარული ალაპარაკდა და ასე შემდეგ ადამიანად იქცა და შენ დანახვაზე სახე უნდათ ის რაღაცა წამს უნდა დატოვო იმიტომ რომ შენი ფუნქცია იქ აღარა და უნდა წახვიდე და შეგეყვარდეს სხვა ძალიან უცნაური პროფესია ყოფილა არ მიფიქრია არასდროს მანამდე. ამაზეც გაფიქრებს მწერალი, რამდენად ტრაგიკული, რომ თან რაღაც დიდი ემოციური და რადგან თქვით, რომ დედობა არის მერე უნარჩვევებით გამომუშავებული გრძნობა, დიდი შანსია და ჩანს კიდევაც, რომ ვისაც ზრდის გიყვარს და არავინც გააჩინე, ხო? და ესეც ნამდვილად მუშაობს. ასე უყვართ, მაგალითად, არ გამოარჩევენ აყვანილ და ბიოლოგიურ შვილებს ადამიანები, იმიტომ რომ ვისშიც ჩადე მთელი შენი ენერგია და სიყვარული, იმისგან გინდა იგივე და ის გიყვარს. და ეხა წადი, იმიტომ რომ ოჯახის დედასთან მოგივიდა კონფლიქტი, ან იმანი ეჭვიან, ან მამასთან რაღაც ინტრიგა ქონდა, ან რაღაცა გაკოტრდნენ, ნუ ისეთ ყოფით დეტალებზე არის მიბმული მე ძიძის სიყვარული, რომელიც ფიქრობდი, რომ როგორი მძიმე, ტრაგიკული და სტრესული სამსახურია ძიძობა, სადაც რომელიც დგას პირდაპირ შენი პროფესიონალიზმი რო სიყვარულია. ეს არის ხო? და კიდევ რა იყო იცი ნიშანდობლივი ასე ვთქვა ჩემთვის თავიდან მიუხედავად იმისა რომ პირველივე აკორდებიდან ნათელია რომ ამ წიგნში კარგი არ ხდება არაფერი და არც მოხდება ახლა რა დიდი ყაყანი უნდა ისე წერს რომ გასაგებია ვიფიქრე რომ რა მაგარი ნაბიჯია გოგომ გადაწყვეტა განათლებული ქალია თავისი დროისთვის ხო კი მე პედაგოგათაც მუშაობს ანუ წინ მიდის წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა ის გადადგავს ძალიან რთულ ნაბიჯს გასული საუკუნის 10-იან წლებში მიდის სახლიდან. ტოვებს სახლს და მიდის სრულიად ალალბედზე, რაღაც წარმოუდგენელ სირთულეებს გადააწყდება ცხადი ამ გზაზე, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. ის რა მაგარია. ხო, და გქონია რომ ტერეზა როგორი ჰეროიკული ტიპია თავიდან. კი, რაღაც ანტიგონესის მოდის წინააღმდეგობის. ხო, და სადავარ საწყალობელო ჩემო პატარა და. ხო, და ისი ირონიულად თქვი ეს წარმატებაზე ორიენტირებული და არის კიდევაც ირონიული, იმიტომ რომ
ამ ადამიანს არ აქვს რაციონალური არც ერთი ნაბიჯი, რაც გადაუდგამს. მას ხელი აქვს გაწვდილი და გაუთავებლად იხვეწება, გიხვეწებით შემიყვარეთ რა. ოღონდ შემიყვარეთ და რაც გინდა. და თან აი ეს რაღაც შიგნით დაგროვებული ზრუნვის რესურსი ყოველთვის გადააქვს არასწორ ადამიანებს. ეს არის ახსაზრდელი ობიექტები, ეს არის კაცები, რომლებიც სამყაროს აბრალებენ თავის ეგრეთ წოდებულ ლუზერობას, ერთი თავს იკლავს, მეორე სახელი და გვარი რომანის ბოლოს აქვს, მხოლოდ ეს ხო ცალკე რაღაცა. კი, და საოცრებოდ იცი კიდე რაზე გამეცინა, ოღონდ წარე ძალიან, რომ ის კაცი, ვისაც ბოლოს და ბოლოს ცოლად მიყვება, რომ არ მომკვდარიყო. გაგრძელება წარმოვიდგინე, რომ რადგან ებრაელი იყო, იქ ერთი ფრაზით მოხდენილად ჩანს ძმა, რომ გასახებს, რომ აი მაგ ებრაელს და უკვე დაწყებულია, ხო, ის დიდი ქარიშხალი მოახლოებულია უკვე ევროპას და ხვდები, რომ მეც არ ეწერა. ალბათ ოსვენციმში უნდა მოხდენოდა სული თუ გადარჩებოდა, ხო? ანუ ისიც არასწორი არჩევანი გამოდგებოდა იმ გადასახედიდან, რაშიც მე ვთქვათ ევროპა გაეხვეოდა და რაღაც თვალსაზრისით ამ ჩემს საყვარელ კაცს მართლა გულით მიყვარს ეს პერსონაჟი. გაუმართლა, ისევე როგორც გაუმართლა შნიცლერს, რო ვუკვირდები. 31-ში გაასწრო. ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ გაასწრო. იმიტომ რომ ვიღაცეებს 31-ში, 34-ში, 30 სანამ ჯერ კიდევ დრო იყო, არ ქონდათ აი ეს ილუზია და ოპტიმიზმი იმის, რომ რაღაც მათ აქ დიდი ცოდნა ბოროტების შესაძლებლობებზე. და რომ ზოგჯერ ის ზღაპრის ბოლო კეთილი არ არის, კეთილი ბოროტს ვერ ძლევს ყოველთვის და თუ ამის პრევენცირება არ ხდება, გამოსწორება შეუძლებელია და ასე გაასწრო ზოგმა. ხო. და ამ კაცმაც ასე სიკვდილით გაასწრო, ასე თქვა. ხო, და ესეც არის კი რაღაცნაირად შეიძლება შევხედოთ, რომ გადარჩენაა სიკვდილი ზოგჯერ. ამ კაცის შემთხვევაში დავდო. კი, ამ კაცის შემთხვევაში ნამდვილად, მაგრამ აი სულ ყველა გვერდზე მართლა გაქვს ეს განცდა, რომ როგორ არაფერში ხო შეიძლება რამდენ იდიოტს უმართლებს ხოლმე სრულიად შემთხვევით ისე რომ თვითონაც აი გაიღვიძებს და დახვდება სიურპრიზი, გაუმართლა. მაგალითად მამა არ გაგიჟდა. რა მაგარი იქნებოდა. ხო, მამა რო არ გაგიჟებული იყო და დედა რო ყოფილიყო რაღაცნაირი ჰელიკოპტერ დედა, ხო? მაგრამ ეგეც არ ვიცი ხა როგორ, მაგრამ მაინც ისევ იმას რო დაუბრუნდე, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ის სიყვარული, რასაც შენ ამბობდი, როცა გააქვს გრძნობების დიდი ხურჯინი, გინდა გასცე და გეუბნებია რომ არ გვინდა შენი სიყვარული, არაფერში არ გჭირდება. მაგრამ თვითონაც აქვს ეგ ცოდვა, ხა ვინც თავაზობდა თავის სიყვარულს ეს ქალების ალბათ ყველას გაგვივლია ზოგს მერვე კლასში და ზოგს 50 წლის ასაკში რომ ვისაც უნდა შენი სიყვარული შენი მისი არ გინდა და პირიქით ხო აი ამ მე მითხრა რომ ალფრედი ერქვა თუ არა ვცდები კი ალფრედი მასზე ბევრი მიფიქრია ალფრედი ვეტყვით მაყურებელს რომ არის პირველი რომანტიულის მაგვარი კავშირი ტერეზასი წარმოუდგენლად მოსაწყენი კაცია კი ბოროტს და კეთილს მეყვა ამის მოსაწყენა. მე არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ამბავი, ვთქვათ რომ შემდგარიყო. ატყობქეთი რომ იმის გამო რომ 8 თვის განმავლობაში ამ ტექსტში ვიყავი, შეიძლება უცებ აღმოჩნდეს რომ ტექსტში ვარ შემძვრალი და იქ დავარბივარ. მიფიქრი ალფრედზე. მოსაწყენი კაცია. ძალიან. კი და ქალისთვის ძალიან რთულია მოსაწყენ კაცთან ცხოვრება. აბსოლუტურად გაუსაძლისი. სტაბილურობასა და სიყვარული, მაგრამ იცი რა არის, ქალებს ზოგჯერ აქვთ ხოლმე, არც ის ჩემთვის ყველა ის კაზიმირიც მოსაწყენია მაგალითად. ეხლა ეს რაღაც სტერეოტიპი რომ ხელოვანი, ღარიბი, ექსცენტრული კაცი არ არის მოსაწყენი, მე მაგალითად ჩემთვის ის, მაგრამ ვიღაც რო გიყვარდება მე სხვანაირად ხედავ ვერც იმის მოსაწყენობას ამჩნევს ყველაფერი რასაც ამბობს გეჩვენება რომ რამ ხელა სიბრძნე თქვა ხო გქონია ახლა რომ უბრალო ნათქვამი 2x2 4 და მაგრამ კი არ თქვა ბანალურობა მაგრამ რა კარგად როგორ თქვა და ვინ თქვა შეხეთ იცი როგორი რამ არის გახსოვს ალფრედთან შემდეგ არის ურთიერთობა კი რომელიც ასევე იწურება იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი მაგრამ ეხლა ალფრედის მხრიდან შეხედე ქალი რომელსაც არასდროს არ უყვარდი ბოლოს რაღაცა დიდი სტრესის დროს მოგაკითხა და მუდმივად გირეკავს და გეწუწუნება და შენც იღლები ხო და ეს სიყვარულიც აღმოჩნდება რომ ერთი დიდი ილუზია რომელიც ვერ უძლებს ამდენ წუწუნს
ტერეზას ატანა, მოდი შევთანხმდეთ, შეუძლებელი. აი ეს მინდოდა რომ შენ გეთქვა თარგმნელს. აბსოლუტურად აუტანელი ხალი. კითხვის დროსაც კი სულ ფიქრობდი, რომ აი ახლა ეს გოგო მომცა და თმები დანმათრევინა თქო რა. როდესაც ჩემი არაჩვეულებრივი რედაქტორი, სრულიად შესანიშნავი რედაქტორი ია ვეკუა კითხულობდა ამ ტექსტს, კომენტარებით ვიგზავდი და უკან ერთი ორგან იყო ასეთი რაღაცა, დამაწყდა ნერვები. ამ გოგოს ვინმე რამე აუხსენით რა, აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ რომ რაღაცა წამჭკუიდან გადადიხარ. მაგრამ ასეთია. ყველაზე კომიკური სინამდვილე საშილად ცევდიან, მაგრამ კომიკური იყო ტერეზას ცდელობა ღვთის სახში ეპოვა თავშესაფარი. როდესაც მან გადაწყვიტა, რომ უნდა მიმართოს კათოლიკურ ეკლესიას და იქ ყველაფერი იქნება კარგად. და პირველ ორჯერზე არის ეს ეიფორიული ამბავი და მე ხო, მე ჩაქრა. ჩაქრა, აი ეს. ყველაფერი ქრება. კი, ძალიან ის რომ ურჩხულების გარემოცვაშია არის ერთი საკითხი, აბსოლუტურად ფსიქოპატური გარემოა, მაგრამ თვითონ ტერეზაც ამ გარემოს განუყოფელი ნაწილია, რა ვქნა. სათაურის თარგმნის დროს გერმანული, რა ქვია ამას, არტიკლი, განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი აინ შეიძლება წავიკითხოთ ასევე როგორც ერთი. ხო, აინე ხავ, აინე. ხო, აინე ერთი ქალი და ქალი. და ამასთან დაკავშირებით მქონდა კითხვა, იმიტომ რომ მე ძალიან სკრუპულოზური მთარგმნელი გახლავართ ჩემო და ამიტომ ასე ვთქვათ, გამოკითხვას ჩავატარე ჩემ მენტორებთან, რომ ეს ხომ ნამდვილად არის ქალის ცხოვრების ქრონიკა და არა ერთი ქალის. მათ მითხრეს რა თქმა უნდა. მე კიდე აიწერან ერთი ქალის თქვი. ნახე როგორი უცნაური ის არის, იმიტომ მაგრამ ერთი ქალი აი რაღაც ტერეზას გაპიროვნება რომ გინდა ცოტა ქვეცნობია. და არის სინამდვილეში ქალი, ასეთი ამბავია რა. და როდესაც ვამბობთ რომ ეს არის გასული საუკუნის დასაწყისის ამბავი, სრულიად სხვა გარემოში, ავსტრიაში აბოქმედება ხო და სხვა. ეს არასოდეს მთავრდება ძვირფასო კეთი. ეს სულ ასე. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ტერეზაა. შეიძლება თავდაპირველად ჩვენი მამები რო გაგიჟებულიყვნენ და დედები ბულვარული რომანების ავტორები გამხდარიყვნენ, ჩვენს ყოფილიყავით ტერეზა. არაფერი იცვლება. ზოგჯერ ისედაც, ხო? ტერეზობას არ ჭირდება მაინც ექსტრემალური პირობები. იმპულსების გამოშვება საზოგადოება. ამიტომ თქვი საზოგადოებაც არაფერ შუაშია, ზოგჯერ რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია. მაგრამ დიდად რომ არაფერი შეცვლილა, ამაში მართალი ხარ. მათ შორის ყველაზე დიდი ილუზია დღევანდელი ევროპისაც ალბათ ის არის, რომ რაღაცები დაამარცხა და შეუქცევადი გახდა, ხო? და ყოველთვის შეიძლება დაბრუნდე ისევ იქ, იმიტომ რომ როდესაც კითხულობ ახლა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ის დასაწყისის ამბებს და ასეთი მშობლიური ეს უკვე ნიშნავს, რომ შექცევადი ყოფილა ყველაფერი, რადგან გეგონა რომ გააღწიეს პირალია და არა წრფე ხო და იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრა რაღაცა სიტყვები მეგონა ისტორიის ნაწილი. ხო, აი ამას გულისხმობ. ეს აღარ შეიძლება, რომ საერთოდ ამაზე ლაპარაკი სხვა შეიძლება ხო არ გაგიჟებულ ხარ. დაახლოებით ისეთი რამე რომ რა ვიცი ხო. რომ კაცი არ უნდა შეჭამო. არ არის კარგი საქციელი, რომ საკუთარ ძმას არ უნდა გაყვეცოლა და რაღაცა ესეთი მსგავსი ანბანური ჭეშმარიტებები რაც გონი. აღმოჩნდა რომ სადავარ თუ. აღმოჩნდა რომ ის რაც როგორ ყოფილა ეცი წავიკითხე. ზიგმუნდ ფროიდს დაუწერე ციტატის მეშინია, იმიტომ რომ არ მახსოვს ასე კარგად, რომ ის რაც ვამბობთ, ანუ არ მოგვეთხოვება ზუსტი ციტატა. სიამოვნებით ვიტყოდი, იმიტომ რომ კარგად აქვს და თქო ცხადია. ის რაც მე შესწავლის გზით გავიგეო, წერს ფროიდი, არტურ შნიცლერმა შეგრძნებებით გააკეთა. შნიცლერმა იცოდა რაღაც, რაც ეტყობა სხვებმა არ იცოდა, რომანი რომელსაც დაწერს იქნება მარადიული სანამ არსებობენ ადამიანები, ისინი გაუთავებლად ივლიან ერთ წრეზე. გაუთავებლად იქნება ამბავი იმისა, რომ ვიღაცა უნდა დავსაჯოთ იმის გამო, რაც მას არ გაუკეთებია. უბრალოდ ასეთია. ვიღაცას უნდა ქოდეს უფრო რთული ცხოვრება, იმიტომ რომ ასეთია. ის ვერაფერს ცვლის. ვერაფრით შევცვლი იმას, რომ ვარ ქართველი, მაგალითად. და უცებ ვიღაცამ რომ მოიგვიატოს, რომ ქართველი ვარ, ამიტომ ვარ საძაგელი. მე ხო ამას ვერ შევცვლი. თუ კი მეტყვია, რომ თუ მე აღარ ვილაპარაკებ ქართულად, არ ვიქნები საძაგელი, ჩემი არჩევანია. აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ვარ. და რა გავაკეთო? აქაც ხო დაახლოებით ასეთი რამ არის. ტერეზა მიუღებელია, იმიტომ რომ ასეთია და ის ამას ვერაფერს უზომს.
ასე მოხდა რა. ასე ეწყო. ხო, აი ეროვნებასთან დაკავშირებით, ხო თითქოს კაცობრიობა შეთანხმდა, რომ მაგათად გვარს, სახელს, ეროვნებას, ზოგჯერ რელიგიურ კუთვნილებასაც, სქესს ვერ გადაიკეთებ იმის მიხედვით, რა არის ბრძანება და ტრენდი, ხო, მაგრამ აი არაფერი ამას არ ეშულა მიუხედავად შეთანხმებისა. მაინც შენგან ითხოვენ იმას, რომ როგორც დავაწესეთ, ასე უნდა მოიქცე და ეს ეხება არა მარტო კონსერვატორულ მხარეს ყოველთვის, ეს ეხება ყველა ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ საზოგადოებას და აღმოჩნდება, რომ საზოგადოება ზოგადად ამისკენ მიდრეკილია და ალბათ შნიცლერის ტექსტიც ასეთი ახლობელი იმიტომ არის და ეხა არ არის ჩემთვის მაგალითად ეხა შეიძლება პიტეკანტროფის დროინდელი ამბები რო წაიკითხო რატო რომ ცოტა საკუთარი შვილის გადაგდება ან ჭამა არ არის ახლა ნამდვილად ჩვენ კულტურული კოდი კარგად დაშენ, მაგრამ ნუ ახლაც არ ვართ ამისგან დაზღვეული, ხო? მაგრამ აქ ბევრად თელი ყოველდღიურობა ახლობელი. ეს ქალის გამოუვალი მდგომარეობა, რომ სულ პატრონს თუ არ ჩაბარდი და მე შენ თვითონ გწხვენია, რომ გაგიელვა, რომ გაყოლო და იმ კაც ასე ხომ არ დაიტანჯებოდა, რომ ვითომ ეს არის ემპათია და ხვდები რომ ეს მეც გულწრფელად ვიფიქრე და მე რა ხვდები რომ ეს არ არის ემპათია. ეს არის რომ დამღალე და მოდი მოგიგვარებ იმით რომ აი იმ კაცს წაყევი ვინც არ გიყვარს და თავად რომ ამას არ გააკეთებდი და ალბათ იგივე შეცდომებს დაუშვებდი ზუსტად იცი და ეს არის კარგი როცა ასეთ რეფლექსიას იწვევს შენში ავტორი ხო და არაფერი არ შეცვლილა ნამდვილად შენგან ითხოვენ იმას რაც დაწესდა როგორც უახსენებ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება და ასევე რამდენჯერაც გამახსენდება ხან პოდკასტის მიკროფონთან ვამბობ, ხან ტელევიზიის პეტლიჩკით და ხან მეგობრების წრეში სამზარეულოში, რომ აი ბიოლის ჩემი ნაღვლიანი სახე. ამაში ვცხოვრობთ, რომ დაგიჭერენ თუ ნაღვლიანი სახე გაქვს, იმიტომ რომ ასეთი კანონია და რომ გამოდიხარ და იცინი რომ გეშინი არ დაგიჭირო, ნახლა გეუბნები რომ ისე უნდა დაგიჭერთ, იმიტომ რომ კანონი შეიცვალა და უკვე სიცილზე ვიჭერთ. ანუ ეს არის მეტაფორა იმის, თავის დროზე ფაშიზმის და მე იმის, რომ რაღაც დაწესდა და ეს ამას გიწესებს ჯერ ვიწრო წრე ოჯახი, მე ცოტა ფართო წრე სამეზობლო, მე უბანი, ეს ფართოვდება ქალაქზე, ფართოვდება სახელმწიფოზე, კაცობრიობაზე და ბოლოს მიდის იქ, სადაც თავში უნდა იყოს ფიზიკის კანონები. და ნუ აი ამდენ დაწესებას მე შენ ვერ ფილტრავ და ვერ ხვდები სად ხარ შენ, სად არის შენი იდენტობა. რისი გაკეთება გინდა? აი ბავშვს აჩენს ტერესა, რომელიც არ უნდა. მაგრამ თან უნდა, იმიტომ რომ ესეც არის რაღაცა ქალური კულტურული და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეს არ არის რეფლექსი და ინსტინქტი, ეს არის უბრალოდ შენში ჩადებული და კულტურული კოდებით გაღვიძებული სინდისის საქმე, ან მიძინებულის. არ უნდა ვერ კლავს, იმიტომ რომ ამასაც ჭირდება რაღაც ტიპის ჯანი შეიძლება და რაც თავია როგორც ახლა იტყოდენ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება, ცინიკურად რო ვთქვა, ვერ აკეთებ და ბოლოს თითქოს იღებ თუ პრიმიტიულად გავიგებ, ვინ შენ ვერ მოკალი, ის შენ მოკლავს მაშინ, ხო? თუ ესე გაკვირვებული საკუთარი თავით, როდესაც სრულიად რისხვაში ჩავვარდი თავდაპირველად ტერეზას დედის გამო და მე აღმოაჩინე რომ ძალიან კარგად მესმის როგორ შეიძლება ვიღაცა გიხაროდეს სახლში 2 დღის განმავლობაში და მესამე დღეს ძალიან გაგიხარდეს თუ გეტყვის რომ მიდის. გახსოვს უკვე წარმატებულ დედასთან როდესაც ჩადის და სრულიად უცხო 2 ქალი ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ და შვილს აქვს პრეტენზია, რომ დედამ რაღაცა უნდა ქნას და თავად თავისი შვილი გადამალული ყავს, იცის რომ პირუტყვებში. ის ხო პირუტყვების ოჯახია, მოდი ვთქვათ პირდაპირ. კი. ძალიან მაგარია, ვიღაცისგან ვითხოვთ რაღაცას, რისი გამკეთებლების ან მიმცემების თავად არა ვართ. კი და რაც თავია კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე ვიგებთ რა ადვილია სხვის ომში ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება. ტერეზა ადექი ახლა წამოდი წაყევი იმას მე ხვდები შენ ამას არ გააკეთებ. ტერეზა არ გააჩინო ეს ბავშვი რაღაც pro-choice. მე ტერეზა წამოიყვანა ეს ბავშვი თხოვე მასპი სულ რაღაც გინდა და მე ხვდები როგორ შენშიც ჩამოაყალიბა საზოგადოებამ სხვისი ცხოვრების კორექციის ვნება. რო აქეთ მომხედე გოგო და ვინ ახარ საერთოდ.
იმიტომ რომ თითქოს ამას მერე ჩვენც გვიფუთავენ, რომ აი ჩვენ ემპათიურობთ, მაგრამ ხო ესეც გამოგვივლია ანა, რომ იმ ადამიანებზე მე მაშინ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვინ შეცდომებს უშვებს, ამიტომ არ გვინდა რომ შეცდომა დაუშვან. მაგრამ ტერეზაზე ფიქრობ, რომ თუ შეცდომას არ უშვებს, მაშინ წიგნიც არ არსებობს და მესამე გვერდზე მთავრდება. როგორც ბევრი უღიმღამო ცხოვრება დამთავრებულა, ხო? იმიტომ რომ მე ხშირად ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს ასეთი დავალება აქვს, რომ ყოველ დღეს საღამოს უნდა დაწერონ ერთი წინადადებით, ყველაზე მეტად იმ დღის განმავლობაში რა დაამახსოვრდათ და რომ აკრძალული აქვთ ჩაწერონ არაფერი მომხდარა. იმიტომ რომ ეგეთი დღე არ არსებობს, ჭერსიც რო იყურო, ხო? მაგრამ ბევრი ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე თავად ასე აღიქვამს იმ უღიმღამო ცხოვრებას, რომ არაფერი მომხდარა და აქედან რომანი არ გამოვა. და კარგი მწერლები არტურისნაირი გვაჩვენებენ, რომ ყველანაირი ცხოვრება შეიძლება იყოს ისეთი, ასეთი გატანჯული, გაწამებულიც კი, რომ ვერ მოწყდე უბრალოდ. უბრალოდ ძალიან რთულია საკუთარი ცხოვრების ეგრე აღქმა. რა კარგ ტექსტში ვარ, რა კარგ ფილმში ვარ, მაგრამ ზოგჯერ შველის, მინდა მივცე რჩევში, არ ვიცი როგორ წერალი რა სიტყვი, მაგრამ ზოგჯერ აი ამ საკუთარვე ცხოვრებას, ან საკუთარ პრობლემებს, როგორც ტექსტის ავტორი თუ შევხედავ ხოლმე ირონიით და თვითირონიით, რაღაცნაირად თერაპიული ეფექტიც აქვს. და ბევრჯერ ან გაიხსენე, რომ აგერ ტერეზა ჩემზე უარესად იყო რა შედარება. რაზე ლაპარაკი. არც კი ვიცი, არტურ სნიცლერი როგორ აღმოჩნდა ერთი რომანის გამო, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი მწერალი. ფართოდ აღუჭული თვალები გიყვარს? იმდენად არა, მე დაგიწყოს. ანუ ტერეზამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სიმართლე გითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ ავტორის ბიოგრაფია ძალიან კარგად უნდა იცოდე და ასე შემდეგ, მე დღემდე ვერ მივედი ამ საქმესთან, იმიტომ რომ ყველაზე გულსაკლავი არის ხოლმე, როდესაც გადაირიან ნაწარმოებზე, ბოდიში რო ასე რაღაცას აღფრთოვანებს, მართლა გადავირიე და აღმოჩნდება, რომ ავტორი იყო ფრიად უსიმპატიო არსება. მე ეს ვკლავს ხოლმე. რამდენჯერმე მაგ წაკითხული ჩემთვის საყვარელი მწერლების მიმოწერა და მე ამას აღარასოდეს გავაკეთებ. მე გადავწყვიტე მიმოწერას მაინც ვკითხო, იმიტომ რომ ამ ჩემ ცნობის მოყვარეობას ვერაფერს უხერხებ და უბრალოდ ჩემ თავს უთხრე, რომ მოდი ჰამსუნს დაანებე თავი, რას ფიქრობდა და წაიკითხე, რას წერდა. ანუ გამიჯვნა, ვისწავლე, როგორც იქნა. განსხვავებით სპორტისა და პოლიტიკისგან, ავტორისა და ტექსტის გამიჯვნა, იმიტომ რომ არავინ არ გავს თავის ტექსტს. ზოგი იმდენად გენიალურია, როგორც მწერალი. რომ ვერანაირად ვერ იქნება ეგეთი ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრება ვერ არის ასეთი, ხო? ოკამის სამართლით ტექსტ დაული და ცხოვრებას ვერ. და მაგრამ აი ვცდილობ არ გავიცნო რეალურ ცხოვრებაში. და ეს ეხლა ნუ ვინც ცოცხალია იმად გულისხმობ რა, იმიტომ რომ ბევრი პირადი კომუნიკაცია შეიძლება იყოს გავლენის მომხდენი მე ტექსტის აღქმაზე. მაინც მქონდა პატივი გამეცნო ერთი დიდი გერმანელი მწერლის, ბოდი არ ვიტყვი. მაინც შეუნახოთ საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მწერალი. ხო, გენიალური მწერალი, დავარქვევს. მისი მთარგმნელი ქალი. ის თარგმნიდა უკრაინულად და ერთ დღეს ეს ავტორი გარდაიცვალა 10-20 წლის წინათ. მე ახლა ყველა მივხვდებით ალბათ ვისიც ლაპარაკობს. ხო, ხასიშვილი. ყოველ შემთხვევაში გერმანისტება ნამდვილად. და მან გამოაცხადა, რომ აქ მიიღება მწერლებისა, ანუ პირადი აუდიენციები არა მიმოწერით, არამედ თუ კითხვები ასე ვთქვათ. და ეს ჩემი კოლეგა ყვებოდა, რომ შენ ვერ წარმოიდგენ რა დღე გამოვიარეო. ანუ ის იყო სადალაქოში და შეიცვალა ვარცხნილობა, მან გაიკეთა საუკეთესო მაკიაჟი, მე მინდოდაო, რომ დავმახსოვრებოდიო, რომ როგორი გადასარევი გოგო არო და რომ გამოვედიო კარებშიო. ვიფიქრეო, რომ ამას მეორედ არ შევხვდები, რა მოხდებოდა და თავი შევყავიო და ვუთხარიო, რომ კიდე ერთხელ შენი ტექსტის მთარგმნელის დედმამის სულიო მოკლედ რა. ესეთი რა მოხდა? ძალიან ამპარტავანი კაცი იყო. ძალიან. და ვერ უძლებს ზოგი საკუთარ ნიჩს. აი ჩვენ ამას წინაზე სარამაგუს ტექსტი გქონდა და
ლაპარაკობდით, რომ ადამიანები ვერ უძლებენ ძალაუფლებას, ვერ უძლებენ ფულს, საკუთარ სილამაზეს ზოგჯერ. რაღაცა ტიპის უპირატესობის განცდით ავარდნილი თავკერძა სასაცილო ადაპიროვნება ხდები მერე, ხო? აი ამ განსაცდელებს თუ გადააწყდი და ასე ყოფილა ნიჭით ზოგი შემთხვევაში. ის რომ რაღაც კარგად გამოსდის, მას სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაშიც გადააქვს ეს. მე ვიცი მაგალითად ჩემი საყვარელი ასევე მომღერალი, მუსიკოსი, უბრალოდ მომღერალი არ არის მუსიკოსი, არის სრულიად აუტანელი, უზრდელი, თავხედი, საზოგადოებაში მოქცევის არ მცოდნე, ანტი-ჯენტლმენი და ყველაფერი. ბლიქსა ბარგელდი მაგალითად, ხო და შვენიერება. ხო და აი წარმოიდგინე რაღაცნაირად შეუძლია ფანს ისე მიმართოს, რომ ის წავიდეს და თავი მოიკლას ამის გამო. ამიტომ მოდი მივმართოთ. ხო და მაგას ვამბობ, რომ ავიღოთ ეს ტექსტი. ერთადერთი რის გარეშე ტექსტის წაკითხვის წინააღმდეგი ვარ ხოლმე, ეს არის კონტექსტი. აი ეს კონტექსტი ყოველთვის, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ აი ყველა წიგნი, რომელიც ბავშვობაში ვკითხულობდი და ბებიაჩემი და ბაბუაჩემი მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ეს არ არის საშენო, პირიქით, რაც უფრო გიგრძალავენ, უფრო გაინტერესებს, ხო და აი რაღაცა აჯაფსანდალი მქონდა ასერგასის დღე, ემილ ზოლას ნანა, იქ რაღაცა მოიძებნება კეთილი გული მოსკოვში, რაღაც საოცარი, რაც იდო, თბილისის მეტრო 60 წლისან, რაღაც საოცარ ტექსტებს კითხულობდი და იმის გამო რომ არ ვიცოდი რატომ დაიწერა კონტექსტი რა იყო წლები რა იყო და ქვეტექსტი რა არის არც დიდად ტრავმა არ მოუყენები ამ ტექსტებს ჩემთვის სამაგეროდ კითხვაში გავიწაფე ანუ უარყოფითი შედეგი არ მოახდინა ზუსტად იმიტომ რომ არ მესმოდა ვინ რა რატო დაწერა და სინამდვილეში რისი თქმა უნდა ტექსტი ხო არასოდეს არ არის რასაც კითხულობ ყოველთვის და ახლა მივხვდი რომ აი ეს კონტექსტის ცოდნა მიმანიშნებს საეჭვოდ და რაც ეს პოდკასტი დავიწყეთ ანა სულ არის აი ეს შეგრძნება რომ პირდაპირ მიძახის მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისი ან მე-19-ეს ბოლო აი სულ ამ პერიოდისკენ მაქვს რაღაცნაირი თითქოს ის წიგნები მე მგონი იმიტომ რომ ისიც დროის მიჯნა იყო და ხო, აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად რომ რაღაცნაირად აქტუალურად მეჩვენება, რაზეც არ უნდა იყოს მეჩვენება ის რომ აი რაღაცის აფუთფუთების, რაღაც ახალი ურჩხულების დაბადების, ძველი ურჩხულების კუდის მოქნევის და აი ამ პერიპეტიების დროა დაგვწყევლეს რომ იცხოვრეთ საუკეთესო, საინტერესო პერიოდშიო და ცხოვრობთ, ხო? მაგრამ ამ როგორი პერიოდიც არ უნდა იყოს და სანამ გადაცემა დაიწყებოდა შენ თქვი და მინდა კიდევ ერთხელ შეგეწინააღმდეგო ამასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში წერას, თარგმნას და ამით გამოწვეულ სიამოვნებაზე უარი არ უნდა ვთქვათ, სულ რომ გვახრჩობდნენ, იმიტომ რომ ტექსტები მაინც დარჩება და სხვათან უგეში იქნება, არ შეიძლება არასდროს ლექსების დადუმება, რაც არ უნდა ქვემეხები ისროდნენ და აუცილებელია ყოველთვის წერაც, კითხვაც და თუ ვინმე ჩვენც გვეუბნები ხოლმე აი რა დროს წიგნზე საუბარია თუ რაღაც. თუ არ გვაქვს გადაწყვეტილი სუიციდი, უნდა გადავწყვიტოთ რაღაცებით გადარჩენა. და კითხვა არის გადარჩენა. კარგი ადგილი თავის გადასარჩენად. და სამალადაც. და კიდევ იმ გამოცდილების გასავლელად, რაც ვერ მოვასწრებთ ჩვენი პირადი ცხოვრებით ყველა გამოცდილება გავიაროთ და წიგნი არის აი ტერეზას მაგივრად ხო სულ იღლებოდი შენს თქვი რომ მარტო თარგმნით კი არა მისი აი ამ პერიპეტიების გავლით და მე გააქვს განცდა რომ ამ ცხოვრებითაც იცხოვრე თუ ტექსტი კარგად დაწერილია კარგად გადათარგმნილია და კარგად რეზონირებს შენს მდგომარეობასთან გადიხარ იმ ცხოვრებას და გამოცდილება გაქვს უკვე რომელიც შეგიძლია მიიღო როგორც გამოცდილება. რომ მაგალითად გინდა თუ არა ძიძად მუშაობა, ყველაფერი რომ ცუდად წავა ხარ ამისთვის მზად, აი ამ სტრესისთვის. ენდო თუ არა კაზიმირისნაირ კაცებს. რა თქმა უნდა ჩვენ ტექსტიდან გამოცდილებას არ ვიღებთ ხოლმე გამოცდილებას, მაგრამ ამის საშუალებას წიგნი გვაძლევს. გავიაროთ იმ ადამიანების ცხოვრება, რომელსაც ჩვენი ცხოვრებით ვერ მოვასწრებთ. მაგდენი დრო არ გვაქვს. და ვიმოგზაუროთ მხარეებში, რომელშიც არასოდეს მოხვდებით. კი და აი ამის მაგალითად ყოველთვის მაქვს ხოლმე აბდაიკის ბრაზილია, რომელმაც ბრაზილიაზე ისე დაწერა, რომ ნამყოფი არ იყო. აი ეს არის ჩემთვის გენიოსობა და მეც მატარა იქ იმ გზებზე.
აქაც ზალცბურგში და ვენაში ვისეირნე გადასარევად ყოველგვარი იქ ჩასვლის გარეშე. და ეს არის ნიჭი, ეს არის კარგი ტექსტი, ამას ქვია ჩემი აზრით. ხო, აი რომ სულ ხო არის ჭუბი, მით უმეტეს ეხლა საბას დაჯილდოვება რომ იყო ახლახან, სულ არის ხოლმე ჭუბი რა არის კარგი ტექსტი, ვისი გემოვნებით უნდა განისაზღვროს, რა არის კრიტერიუმები და ალბათ ობიექტიური კრიტერიუმები მაინც არ არსებობს, თუ ღრმა ლიტერატურათმცოდნეობის ფარგლებში არ განვიხილოთ, მაგრამ არსებობს ის, რომ აი ეს ფიზიკური აქტი, რეზონანსია მოხდეს და შენთვის ეს იყოს ძალიან დიდი ცვლილებების დასაწყისი ფიზიოლოგიურ და გონებრივ დონეზეც, ხო? თელი დიდება არტურს ნისლებს. ჩემო კარგო, ეს ყველაფერი მას კარგად გამოყვება. ნამდვილად, დიდი მადლობა შენ ამ წიგნის თარგმნისთვის. მადლობა წაკითხვისთვის. ჩემო ძვირფასო. გირჩევთ, აი ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო დროის ტარება და ბატი-ბუტით ხელში კითხვა მოუხდება ამ წიგნს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ ხოლმე საკუთარ ფიქრებზე, რომელიც ჩვენი ფიქრები არ არის ზოგჯერ და საზოგადოების მიერ თავს მოხვეული ფიქრებია. მადლობა კიდევ ერთხელ ანა, მადლობა ჩვენ მსმენელს, რომელსაც გულისფანცქალით ველოდები ხოლმე, როცა ჩვენი პოდკასტი იწყება. თხოვე სხვათა შორის ბევრჯერ შენი მოყვანა ჩვენმა მაყურებლებმა და გთხოვთ დაგვიწეროთ კომენტარები, იმიტომ რომ ასე ჩვენი ყურებადობა იზრდება, YouTube-ს თავის წესები აქვს და უნდა ვთქვათ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი კომენტარი, ლაიქი და გადაშიარება გვჭირდება იმისთვის, რომ წიგნზე ლაპარაკის დრო და ხალისი გქონდეს. ასევე მადლობა ჩვენ სპონსორს თისყალს, მე კი გემშვიდობებით შემდეგ წიგნამდე.